ბატონი სოზარი. დიდი მადლობა, როდ მთელი დღე კი არა, რამდენიმე დღე რო ვიყოთ, ვერ ამოუწურავთ იმდენი თემა. იმდენ საკითხს სამწუხაროდ ვარაკობთ, მაგრამ რამდენიმე რამე მაინც მინდა რომ დავაზუსტოთ. როცა მოხდა იმედში შეჭრა 7 ნოემბრის ღამეს, კამერები იყო გათიშული, რამდენადაც არსებობს ინფორმაცია, იცით თუ არა თქვენ ამის შესახებ და ვინ გათიშა, ვის ჰქონდა წვდომა? არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ მე ვთხოვე რომ კამერები კი არ გათიშოთ, გარეთ გაიტანეთ და გარეთ დააყენეთ, თუ რაც შეიძლება დიდი ხანი ვაჩვენოთ, სანამ შემოვლენ თქვენ, იმიტომ რომ შემოვიდნენ დაწმენებული ვიყავ. ეს არ მომხდარა, ახლა მაგას ვერ გეტყვით, რატო არ მოხდა. ხო. კი ბატონო, ესეც ალბათ ერთ-ერთი გასარკვევი იქნება, ვის ჰქონდა წვდომა და რატო მოხდა ამ კამერების გათიშვა და არ გადაღება, რასაც თქვენ მიეცით. იმიტომ ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს გადაღებული შეგნით თვითონ იმედის გადაღებული, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ შეგვეძლო დიდი ხანი გვეჩვენებინა ამ საეთეროემდე მიაღწევდნენ. ნუ დიდი ხანი არ ვიცი რა არის, მაგრამ ერთი წუთები მაინც ამდენია. მე რაც ინფორმაცია მაქვს გათიშეს გარკვეული დროით. არ გვიჩვენებია, იმედს არ გვიჩვენებია. ნუ ჟურნალისტების ნაწილმა მომწერა ამასობაში ჩვენ ლაპარაკობდით, რომ რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, მე არ შემქნია ეგეთი შთაბეჭდილება, მაგრამ საუბრიდან თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჟურნალისტების უმრავლესობამ რაღაც უღალატა და არა, პირიქით, იმედი მე თქვი კიდევ და ინგა გრიგოლიაზე რო თქვი, ინგა გრიგოლია დადიოდა თქო ჩვენთან ერთად, ჟურნალისტები წარმოუდგენლად მოიქცნენ ყველანი და დადიოდნენ ჩვენთან ერთად, ამიტომ თქვი რომ უნდა გავყოთ ორად იმედის წართმევა. პირველი წართმევა სხვანაირად გააკეთეს, ეგონათ რომ ძალით გადაგვივლიდნენ და ამით დამთავრდებოდა და ამით რომ არ დამთავრდა, მეორე წართმევაზე უკვე მე მგონია შიგნიდან გააჩინეს ბზარი. მაგრამ ეს შიგნიდან გაჩენდა ბზარის მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილს შეეხო. იმედი და აქვეა უმეტესობა ხალხი, დღესაც ბევრი ხალხი მუშაობს, ვინც იყვნენ, იყვნენ აბსოლუტური გმირები და ეხაც არიან და ეხაც იმედი აკეთებს არის ასევე წარმოუდგენელი გმირობა. იმიტომ რომ კიდე რაც უნდა ვთქვა არის რომ ის ხალხი აი ძალიან დიდ ბოჭი გადავედი, ეს არის მე მგონი ყველაზე თავარი ის თქმაც მინდოდა დღეს რატომაც გამიხარდა რომ და ვიტყვით. ის ხალხი, რომლებიც იმედი დახურეს, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან და NGO-ებში არიან და მე შემიძლია ახლა NGO-ების უფროსები ჩამოთვალო, მაგრამ ქალბატონი გიგაური დავიწყოთ, რომელიც იყვნენ მაღალჩინოსნები იმ დროს საქართველოს თავრობის, როცა იმედს ხურავდნენ, დღესაც იმედს ხურავენ. დღეს ოღონდ ხურავენ სხვანაირად, დღეს ფაქტობრივად ისინი დადიან, ახლა რაღაც სტატია გამოვიდა, რომელიც დააბეჭდინეს და სადაც პირდაპირ არის რომ Transparency International მოგვაწოდა ეს ინფორმაცია წერია საქართველოსდან ჰოლანდიაში 2 დღისი, სადაც პირდაპირ წერია რომ ჩემი იმედი არის ჰოლანდიური კომპანია, ჰოლანდიიდან არის გაკეთებული და ჰოლანდიის თავრობას უნდა დაახურუნონ იმედი, იმიტომ რომ აქ ანტი ევროპული მიდგომა. აი ეს არის სიგიჟე, ახლა ჰოლანდიაში სადაც სიგიჟეა, რა ჰოლანდიაში არ არის ანტი ევროპული მიდგომა არას. ანუ იმედის ხურვა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ არ მოწონს მას იმედი რას ამბობს. არ არის მიჩვენო იმედი რას ამბობს. ერთი ტყუილია აბსოლუტურად იმედი ანტიევროპულია. მაგრამ ამას აკეთებენ. ანუ დღეს მიდის აი ეს ამდენი ენერგია იხარჯება ინგლისის პარლამენტში გამოვა ვიღაცა იმეში გამო. ხო, ამდენი ენერგია იხარჯება, რომ იმედი დაიხუროს. ეხლა წარმოვიდგინე, ოღონდ ამას ხარჯავენ გარეთ. ეხლა წარმოვიდგინე, ამ ხალხის ხელში რო იყოს ეს თავრობა ისევ. ეს ხო ის ხალხია, რომელიც იძახის რომ მე მომიშვიო. გიგაური პირდაპირ იდგა მიტინგზე და გადადგეს ღარიბაშვილი და მე ჩვენ მოვალ ტექნიკური მთავრობაა გვეუბნებოდა. გვარამია და ისინი ოპოზიციაში არიან. ანადოლიძე, რომელიც ამას დარბის ამ იმედი დახურეთო. იმაში ეს ხალხი რო აქ იყვნენ. ხო პირდაპირ დახურავდნენ. ეს ხო პირდაპირ ჩანს. იმედი უნდა დაიხუროს ალტერნატიული აზრის გამო. ეს არის, რასაც ღიად გვიქადაგებენ ამდენი ხანია გარეთ. ეხლა წარმოვიდგინეთ ამ ხელს მართლა ხელს შეაუვადეს ძალაუფლება აქ. ხო საერთოდ არ დაფიქრდებიან ამას. მათთვის ალტერნატიული აზრი უნდა დაიხუროს. ეს არის როგორც ღიად ამბობენ ამას. აი ის სტატიო წაიკეთოთ გასაგიჟებელია უბრალოდ რაც დააბეჭდინეს. დავამთავრებ ბოდიში ძალიან დიდ ბოდიში. იმ მესიჯს დავამთავრებ უბრალოდ და ესენი იყვნენ ჟურნალისტები, ვინც მაშინ მოღალატეს და ვის გამოც დაიხურა იმედი, ვისაც ძალიან მალე ჩაუხურეს უბრალოდ ძალიან დიდი მოცულობის კრედიტები სხვადასხვა ბანკებში. ამას წერენ მათი ყოფილი კოლეგები. ეს მე არ ვიცი, მართლა გითხრათ, ვერ გეტყვით. უბრალოდ მე წავიკითხე ამ შემთხვევაში. მეორე თემა აბსოლუტური უმრავლესობა ჟურნალისტების მოიქცა ძალიან გმირულად, კიდევ ერთხელ ვიძახი და მე დიდი ხნის განმავლობაში მეგონა რომ აბსოლუტურად ყველა. სანაბეს მეორე ის არ მოხდა ტალღა. ხო, თქვენ ახსენეთ კიდეც, რომ ნიუსის მიმართულება იყო ძირითადად, ხო? მაგრამ ბატონო სოზარ, სულაც არ იყო აუცილებელი, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იყო, რომ გიორგი თარგამაძემ, რომელმაც უღალატა და მე ამ სიტყვას ყოველთვის ვიტყვი ამ გვართან და სახელთან ერთად, რომელიც ამ ჟურნალისტის გვარდასახელია. უღალატა იმ პირობებში, როდესაც უსაზღვრონდობა ჰქონდა ბადრი პატარციშვილის, მან მას უღალატა
ის არ გაუზიარებდა თავის კოლეგებს, რას აკეთებდა, რომ ღალას ჩადიოდა. ამიტომ იქ ძალიან ბევრი, ვინც მას გაყვა თუ ახვა, მსხვერპლიც იქნებოდა სავარაუდოდ თვითონვე. ესეც უნდა აღნიშნოს ალბათ სამართლიანობისთვის და რა თქმა უნდა ეს იყო პატარა ჯგუფი. კაბინეტი ძალიან სწორად თქვი, ბოდიში გაგარწევი გვარები რომელიც მე ხო გითხარი და ჩემი პირველი რეაქცია მე რომ ამას მოусმინე ბადრის სიტყვას მიჭრილ-მოჭრილს იყო რომ ბადრეს დაუვლეკე და ვეჭხუბე რომ მე თქვი ეს როგორ გააკეთეთ ხო. ამიტომ ეს რეაქცია ძალიან ბევრი ადამიანს ექნებოდა ბუნებრივად, ნორმალურად, მაგრამ უნდა თქვა რომ ოთარ შამათავა, ბიძინა ბარათი უამრავი ხალხი იყო ის ბოლომდე ბადრის გოძე. მაინც, კი ბატონო. ამ მიჭრილ-მოჭრილთან, ბადრი პატარკაციშვილის სიტყვის მიჭრა-მოჭრასთან დაკავშირებით უბრალოდ ერთ განმარტებას გავაკეთებ მსმენელისთვის. დაახლოებით რაზე იყო ლაპარაკი? ერთი პატარა ეპიზოდი, სადაც ბადრი ამბობს, რომ მე ჯერ სროლა არ დამიწყია და ეს იყო წარმოჩენილი რუსთავი 2-ზე, თითქოს ბადრი პატარკაციშვილი აპირებდა სადმე შეჭრას. მაგრამ სრულ კონტექსტში კარი ლაპარაკი იმაზე, რომ იმათ ყველაფერი გამოიყენეს ჩემ წინამდე პიარულად და მე ჯერ პიარული პასუხები არც გამიცია. იმათ პიარ მე მგონი ზუსტად ციტირება არის რომ იმათ პიარ აბოიმა დამაცალეს და მე ჯერ სოლაც არ დამიწყია. ეს იყო პიარ იმაზე ლაპარაკი. მე ეს მოჭრეს და ვითომ ერაბეშოს კლავდა თუ რაღაც წილში გამოიყო. სროლას აპირებდა და აი ეს იყო თქვა ერთ-ერთი რითიც ამართლებდნენ იმედში შეჭრას. რაც შეეხება ამ ინფორმაციას მისი დამონტაჟება არ მომხდარა რუსთავიორში, მისი დამონტაჟება მოხდა კუთში. ამაზე არსებობს ადამიანი, რომელიც ამაზე ჩემთან პირადად მოყოლილი აქვს და არ შეიძლება თუ საინტერესო იქნება, მე მგონი არ იქნება წინააღმდეგი რომ კომისიაზეც მოვიდეს და ამის შესახებაც ილაპარაკოს. ეს ამაზე ამბობდა რომ არ შეიძლება ამის გაშვება, ამასობაში ხდება მიმდინარეობდა პარალელურად ამის ამასოზე კუდიც რომ უთხრათ საზოგადოებას უსაფრთხოების დეპარტამენტში ხდებოდა ამის დამონტაჟება, რომელიც შემდეგ მიაწოდეს რუსთავიორს და გაუშვეს რუსთავიორში. მიწოდებაც რა ადუნდოდა ერთი სისტემა იყო მთლიანად. ხო და მოვიდეს გიორგი თარგამაძე და მოყვეს როგორ მიიტანა კუთში ეს ჩანაწერი. საინტერესო იქნება. საინტერესო იქნება კი ბატონო. მეორე, რაც შეეხება საკუთრებას, უბრალოდ თვითონ რო განუმარტო რა ხდებოდა ქვეყანაში. წარმოვიდგინოთ, რომ არის 2008 წლის დეკემბერი, წარმოვიდგინოთ კი არა, ამბავს ყვები რეალურს და ბატონმა გიორგი ჯავაშვილმა გადაწყვიტა პრესკონფერენციის ჩაატარება. ეს იყო ადამიანი, რომელზეც ბადრი პატარკაციშვილს გაფორმებული ჰქონდა იმედის წილი, მე მგონი 70%, ანუ დიდი პროცენტი იყო მასზე გაფორმებული, რომელსაც აიძულეს, რომ ეს გადაეფორმებინა ჯოზეფ კეისთვის. ამ პრესკონფერენციაზე წინასწარ შეგვაწყობინა ჩვენ სახალხო დამცველის ოფისს, რომ ამას აპირებდა და ამის შემდეგ მას დაიჭერდნენ, დარწმუნებული იყო. უბრალოდ მე გარეთ დაველოდე, ჩემი თანამშრომელი დაესწრო ამ ბრიფინგს, სადაც მან თქვა, რომ ეს მის დაიბარეს უთხრეს, რომ ეს უნდა გადაეფორმებინა ჯოზეფ კეისთვის, სადაც მან ახსნა წინამდელ შემთხვევაში დაიჭერდნენ, სადაც მან ახსნა, რომ ამის გადაფორმება ვერ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ ამას ედო ყადაღა, ყადაღადეოს მაშინ მოიცათ და ცოტა ხანი დაგვიცადე 2 საათი დაალოდინას და 2 საათის შემდეგ მოიტანეს ფურცელი, რომელზეც ეწერა თითქოს ყადაღა ახსნილი იყო 2008 წლის თებერვალში. ანუ ეს ხდება ნოემბერში და თებერვალში თითქოს იყო ახსნილი ყადაღა, ესეთი თაღლითობა გააკეთა სახელმწიფომ. ამის შემდეგ მას მოაწერინეს ხელი, რომლითაც გადაუფორმა ჯოზეფ კეის და ამის ბრიფინგის შემდეგ მე მას გავყევი სომხეთის საზღვრამდე. მანქანით ის მიდის, მე მივყვებოდი და უკან მოვყვებოდა მთელი გუნდი კუდის კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტის მანქანების საზღვარზე უბრალოდ სიტყვიერი ბრძანება ჰქონდათ, რომ არ უნდა გაეშვათ, მაგრამ ჯერ დოკუმენტი შედგენილი არ ჰქონდათ და როდესაც მე დავადექი თავზე ვერ უთხრეს უარი და გაშვებაზე უარი და ასე დაიბნენ უბრალოდ და ასე გადარჩა ეს ადამიანი დაპატიმრებას. ესეც ერთი დეტალი ამ ყველაფრიდან. მეორე დეტალი ასევე ძალიან საინტერესო, რასაც თქვენ ბრძანებდით და რაც უკვე რასაც მერამდენე კომისიის ხდომაზე ისმენთ, როგორ ხდებოდა ოჯახის წევრების ან უახლოესი ადამიანების დაპატიმრება, როგორც მძევლების ინსტიტუტი, რომელიც იყო აი ხელწერა სააკაშვილის ხელისუფლების, როცა აიჭერდნენ ოჯახის წევრს ან უახლოეს ნათესავს იმისთვის, რომ ეიძულებინათ რაღაცა, თქვათ, როგორ წაერთმიათ ქონება ან როგორ შეეწყვიტა ადამიანის პოლიტიკური აქტიურობა ან ასე შემდეგ. ეს ასევე მე მგონი საინტერესო თემაა და უნდა მუდმივად ვახსენოთ.
იმედთან დაკავშირებით, ხო, ერთი კითხვა კიდევ, თქვენ ბრძანეთ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგაც არაერთხელ გქონიათ ლაპარაკი გიგა ბოკერიასთან ჟვანიას სიკვდილის თემაზე. კონკრეტულად რაზე იყო ხوارდა ზუსტად? ჟვანიას სიკვდილის თემაზე არ მეთქვამს, არა, თუ მქონდა არ მახსოვს, არ მეთქვამს. კარგი, მაშინ არასწორად გავიგე. უბრალოდ მე ვთქვი, რომ ჩემი ვის ვიცნობდი მთავრობიდან კარგად, ჟურას ვიცნობდი ჟვანიას სანაფის იყო ალბათ იმასთან მქონდა ხოლმე ბევრი რაღაც ლაპარაკი როცა იყო ამ საკითხები და მე ჟურას გარდაცვალების მე ალბათ გიგა იყო ყველაზე ახლოსაც ვიცნობდით თქვენ ვთქვი. და ჟვანიას საქმეს თქვენ აშუქებდით, იმედი აშუქებდა და რამე ხომ არ ყოფილა რომ ასე გააშუქიან სხვანაირად. ვერ ვიტყვი, თუმცა ჟვანიას კითხვა იყო ერთ-ერთი მთავარი ოქრუაშვილი რომ მოვიდა იმედში, როცა უკვე ოქრუაშვილს მოვიდა პრობლემა ერთ-ერთი რაზეც უნდა ელაპარაკა და რაც იმედმა დაანონსა და ესენი გაგიჟდნენ იყო რომ ჟვანიას სიკვდილზე ელაპარაკებსო და რაღაცა კითხვა დაუსვა, მეგონი ინგა იყო გრიგოლია ზუსტად და კითხვა დაუსვა რაღაცა ოქრუაშვილზე რაღაცა რამოდენიმე რაღაცა თქვა რომ ჟვანიას სიკვდილზე მაინც განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ რაღაცები თქვა რომ იქ მიიტანეს რაღაცა თქვა ესე. გვამიო, კი ბატონო, ცხედარიო, კი ბატონო. ესე არ მახსოვს, შეიძლება იყო რაღაც, მაგრამ ეს არ მახსოვს. თუ არ იყო ძალიან მწვავე. ეხლა რას ნიშნავდა იმედი და ზოგადად სატელევიზიო სივრცის კონტროლი სააკაშვილისთვის კარგად ჩანს იქიდან რომ აი ამ აქტივის გაცვლა უნდოდა საქართველოს რკინიგზაში. ეხლა მატერიალურად რო ავიღოთ საქართველოს რკინიგზაზე დიდი ღირებულების აქტივის ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია. აი ეს იყო მართლა წარმოუდგენელი რომ რამდენ ხელა მნიშვნელობას ანიჭებდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი იმას რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ალტერნატიული აზრი და მაშინ იყო ასევე ცნობილი სიტყვები ბადრი პატარკაციშვილის, რომელიც დღემდე რექს რომ იმედი არ იყიდებაო და მართლა რომ საბოლოოდ ამიტომაც იყო რომ თავარი დარტყმა სწორედ იმედზე მიიტანეს და ბოლო კითხვა მექნებოდა ესეთი ცოტა ვრცელი კითხვა საპასუხოდ, მაგრამ რა შეიცვალა იმედში კონტენტის თვალსაზრისით მას შემდეგ რაც ახალი მფლობელი გაუჩნდა. ჯერ ჯოზეფ კეიმერი არ ველაცე. ესე და ახლა მე გაქცეული ვიყავი საქართველოს 3 წელი აქ ჩამოდიოდი, ამიტომ ეს ვერ გეტყვი და ინგლისში ძნელი იყო ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ ნუ აი ეს მოდელირებული ქრონიკა გაუშვეს მაშინ და რაღაც ნუ იმედი გახდა ფაქტობრივად ერთ-ერთი სააკაშვილის ტელევიზია რუსთავიორის გვერდით და ამბობდა იმას, ასე ეუბნებოდნენ თქვიო, ეგ იყო და ეგ. მაგრამ რაღაც მომენტში როცა გაუჭირდათ უკვე როცა არჩევნები წააგეს და მე ესეთი ეჭვმაკო ფული უთავდებოდა, ბევრი რაღაცაზე ჩანდა ეს, ბავშვები გადმოყავდა სკოლებიდან უკან უცხოეთში ასავლიდა ხო ყველა თავის შვილს. ეგენი და იმედს შეუწყვეტეს პროგრამირება, იმიტომ რომ იმედი იკუმშებოდა, მაგან გადამაწყვეტინა რომ ეგებ მაინც კლავენ და ეგებ მოგცენ თქო. და ბოლოს უბრალოდ იმედში შეჭრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ვიცი როგორ იქნა მიღებული, სავარაუდოდ სპონტანურად, სხვათა შორის მაშინაც იქ ვიყავი ტელეკომპანიასთან მივედი, მაგრამ შეგნით შესვლის საშუალებას ეს რაზმა რა თქმა უნდა არ მომცა და მოგვიანებით, როდესაც დავიწყეთ კვლევა თუ რა საფუძველი ქონდა იურიდიულად რაღაცა ხომ და გაეფორმებიათ, ასევე სიყალბეების წარმოუდგენელი კასკადი ჩაიდინა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო დიმიტრი კიტოშვილი, კიტოშვილი, სადაც აი უკანა რიცხვით ხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების გაფორმება. არა მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში, არამედ სასამართლოს გარკვეული გადაწყვეტილებები, პროკურატურის მიმართვა სასამართლოს გადაწყვეტილება, მარეგულირებლის გაფრთხილება ვითომ მერე დაჯარიმება, შემდეგ ეს ყველაფერი აეწყო უკანა რიცხვით და ესეც ეხა ყველა დეტალი მე ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის სახალხო დამცველის მაშინდელ მოხსენებებში და ესეც ალბათ უნდა გამოვიყენოთ, როცა ვლაპარაკობთ მედიის თავისუფლებაზე და ზოგადად კანონის უზენაესობის არარსებობაზე უფრო ზუსტად იმ რეჟიმის დროს. კი ბატონო, დიდი მადლობა. თუ არ არის კითხვები, ბატონო ირაკლი ხო არ გინებავდათ რამის თქმა? იცით რა არის, რომ ერთი ესეთი ეპიზოდი არის, მახსოვს საბაბი, რითაც მოხდა კონკრეტულად საღამოს შეჭრა უკვე იმედზე. ეს ანალიზისათვის არის კარგი, როგორი არის, ბატონო ირაკლი საუბრობდა მედია თავისუფლებაზე.
კონკრეტული საბაბი რომ შემდგომ ლაპარაკი იყო რომ იმედი იმიტომ უნდა დაგვეხურაო რომ 7 ნოემბრის გამოსვლების დროს იმედი ჩართული იყო ისეთი ტიპის გაშუქებაში ამ აქციების რომელიც სწორედ ამ აქციების ძალადობრივ ასე თქვათ გაგრძელებას შეუწყობდა ხელსო და მოყვანილი ჰქონდათ ერთ-ერთი ჟურნალისტის ჩართვა, როდესაც ის ამბობდა იმედი ჟურნალისტის, რომ ეხლა ხალხი მიემართება ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციისკენ, რომ ეს სამების ტაძრისკენ მიდიანო და აი ეს გამოყენებული იყო, რომ ეს არის მოწოდება ძალადობისკენ და აქციის, ასე თქვათ, ამ მიმართულების მიცემისაკენ. ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება დღევანდელი მედია თავისუფლება, როდესაც ჩვენ პირდაპირ ხედავთ, რომ მთელი რიგი მედია ორგანიზაციები, ტელევიზიები განსაკუთრებით ჩართული არიან მიტინგების, ასე ვთქვათ, არა მარტო მართვაში, არამედ მოსახლეობაში პირდაპირ, ასე ვთქვათ, ერთგვარი პოპულარიზაცია, როგორ მოახდინონ ამა თუ იმ აქციისა. ამიტომ აი ეს კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა თავისუფლებაა დღეს და როგორი პირდაპირ ვიტყვი, რომ ტოტალიტარული მიდგომა იყო მედიასთან დაკავშირებით, აი თვითონ რომ ოფიციალურად ეს ფაქტი, რომ ჟურნალისტი აშუქებდა და თქვა, რომ ეხლა მიემართება ხალხი სამების ტაძრისკენ, ეს იქნა გამოყენებული იმის საბაბად, რომ ეს არის მიტინგის მართვისა და მოწოდებისკენ მიმართული რეპორტაჟი და ამიტომ უნდა შევიდეთ ეხლა იმედში და ის დავხუროთ. ეს იყო საბაბი ოფიციალური. თქვენს პრინციპში ამით მე თქვენს მიერ მონაყოლ და ნათქვამ, ასე ვთქვათ, ისტორიას კიდევ ერთ, ასე ვთქვათ, არგუმენტს უმატებ. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, სტანდარტ ბანკზე ხომ არ გსურთ რამოდენიმე სიტყვა კიდევ დამატებით, რო გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ბიზნესის რეკეტისა და ბიზნესზე ზეწოლის მისი კერძო კომპანიებში შესვლის, სხვადასხვა ფორმით შესვლის და მიზანმიმართულად გაკოტრების თემები არის ჩვენი კვლევის საგანი ასევე. სანამ დაგემშვიდობებით ამაზეც რო გითხრათ 2 სიტყვა. საერთოდ ამაზე შეიძლება მოკლედ და გზად ლაპარაკი, იმიტომ რომ სააკაშვილის ეკონომიკა თავიდან ბოლომდე არის ძალიან საინტერესო განსახილველი, იმიტომ რომ რატოღაც გონია თუ სააკაშვილის დროს ეკონომიკა აქ აყვავდა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და კატასტროფა. მე მგონი 2009 წელს ამერიკელთან ერთად რაღაც სტატიას დავწერე ამაზე. მაგრამ სააკაშვილის დროს იყო ეს წარმოუდგენელი ელიტარული კორუფცია. შევადნაეს როდესაც იყო კორუფცია და მე თუ შემადარებინებ შევადნაეს კორუფცია ჯობია ეკონომიკის განვითარების როცა ესე დემოკრატიული კორუფცია დავარქოთ ვიდრე ელიტარული კორუფცია, იმიტომ რომ დემოკრატიული კორუფცია ფაქტობრივად ბოლო-ბოლო ის ქტამი რაღაცა გადასახადებით გადევს თავზე და ვინც უფრო მაინც ვისაც მეტი ეკონომიკური შნო აქვს რომ ამოიღოს ის იღებს და სააკაშვილის დროს და ამიტომ ნორმალ ის ხალხი ხვდება იმ აქტივთან რომელიც უნდა მოხდეს ბოლო-ბოლო და სააკაშვილის დროს შენ არ ქონდა მნიშვნელობა შენ უფრო მეტის გადახდა შეგეზო ან უფრო მეტი ღირებულების ამოღება რაღაც აქტივიდან აქტივს აზრდები მხოლოდ იმ ხალხს ვისაც ქონდა უფლება რომ ყოფილიყო ეკონომიკურ აქტივობაში და რაღაც მომენტში ისიც კი ბანკირების განაც ვიცი რომ რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ რომ დათვალეს რომ ბადის 2 მილიონი ქონდა თუ რაღაც დახარჯული მთელი ამ 7 ნოემბრის ამ სიგიჟეების როგორც მივედი და შემოიღეს რომ რაღაც მილიონზე მეტი თუ ქონდა უნდა ან თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინდებდნენ მაშინ და თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგათვედნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ანუ ჩვენ მივხვდით ისეთ სიტუაციაში, როცა არავის დაბანდება არ უნდოდა საქართველოში, უბრალოდ დაბანდება არ გქონდა და ამან გამოიწვია კოლაფსი ეკონომიური. ამა თუ არჩევნები აწაეგოთ 2012 წელს, იქნებოდა წარმოუდგენელ დღეში ვიყავით. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები, მე არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი, მაგრამ ყველა მსხვილი ბიზნესმენი უამრავ ხალხს აგეს მოყოლილი ჩემთვის, სადაც გამოაცხადოთ ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესები შემოვა და იქედან დაიწყებს მართვაც რომ ეს აქვე პრობლემები რაც აქვს ეკონომიკური საქართველოს ის გამოიყვანოთ. კიდე კაი ეგ ექსპერიმენტი ვერ ვნახეთ, ვერ მოვესწრეთ, იმიტომ რომ ოქტომბერში არჩევნები წააგეს. მაგრამ რა ხდებოდა, ეს იყო ტოტალური. ეხლა თქვენ მე მკითხეთ სტანდარტ ბანკს. სტანდარტ ბანკში ხო მოგიყევით შეუშვეს ადგილობრივი დროებითი მმართველი შეუშვა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც მე სტანდარტ ბანკი დაანგრია და დააქცია. და მე იმის მერე სტანდარტ ბანკში ფეხი აშოვე, ისე გავყიდე სტანდარტ ბანკი, სტანდარტ ბანკში არ შესულა იმის მერე. 7 ნოემბრის მერე. მაგრამ ეს არ თავდებოდა სტანდარტ ბანკზე. ეს იყო მაგალითად საქართველოს რეესტრი. მე სულ ერთხელ თქვი და მე გავიმეორებ, რომ ერთხელ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მე ნაციონალურ მოძრაობაში მარტო იმ ხალხს ვართმევ ხელსო, ვისაც სისხლიანი პირი არ აქვს, სისხლიანი არ არის. თუ ხელი არ აქვს სისხლიანი.
იქ არ იყო ეგეთი ადამიანი. ეს იყო აბსოლუტურად ტოტალური ჯგუფი და შენ თუ არ მონაწილეობდი ამ ჯგუფში ყველას, შენ უბრალოდ სხვადასხვა რაღაცას აკეთებდა. ვიღაცა საპატიმოში წევდა ხალხს და გიორგი ვაშაძე რეესში მყინავდა კომპანიას. ანუ ეს მარტო ის კი არ იყო სადღაც შევიდნენ და მე მაგალითად ჩვენ მაუტკამოლის ინვესტორები დავკარგეთ, იმიტომ რომ ამ უნაწეს არ მაძლევდნენ რეესში. ამაყობენ რეესტრით არა, გააიმასქნეს, გააციფრულეს. ეს გაციფრულება დაეხმარა იმაში, რომ მე ჩამწერეს როგორც ამერიკელი სამოას მოქალაქე, მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, მაგრამ რეესში აღმოჩნდა როგორც ამერიკული სამოას მოქალაქე, ეს პატარა კუნძული. და იმის მერე მეუნებოდი რომ დამემტკიცებინა რომ მე ის ირაკლი რუხაძე ვარ რომელიც ამერიკელი სამოას მოქალაქე ვარ იმიტომ იმას ეკუთვნის თურმე ის აქტივები რომელიც ჩემზე ვიგად აი ესეთ სიგიჟეში ცხოვრობდით და რაღაც მომენტში რომ მივდიოდი და თქვა მიხვიდოდი კომპიუტერია გატეხილი ეს ხალხი ცოცხალია ყველანი ჩემი იურისტები ყველა ის კი არა გამოვიდეს ბატონი ვაშაძე თქვა ეს არ იყოს ესეო აქვეა რაღაც მომენტში გამოვიდა უფროსი ჩამოვიდა თქვა თქვენ კრეტნები ხო არა ხო იცით რამდენჯერაც მოხვალთ აქ იმდენად კომპიუტერი გატეხილი გახდება და მაინც მოდიხართო დინამო თბილისის გადაცემა მოგვიწია $1 თუ $1 სხვა ჯგუფისთვის მხოლოდ იმიტომ რომ გუნდი დაგვინგრიეს ამონაწეს არ მაძლევდნენ ბილეთს ვერ ვყიდულობდით ავტობუსს ვერ ხმარობდით გუნდის შეჯიბრებაზე ვერ მიყავდა და ამ გუნდის დანგრევას თქვით რომ აი კაი დინამო თბილისი ჩვენ ხელში ვარ დაინგრეს ვინც თვითონ მოგვიყვანეს ვიღაცა $1 მივეცით იმას გუნდი ესეთი ტოტალური კონტროლი იყო ბიზნესის ეს არ იყო რომ იცი მარტო ის მერაბიშვილი და ადეიშვილი იყო სისხლიანები არა ეს იყო ერთი ჯგუფი ხან ციხეში ცემით გათმევდნენ ხან რეესში გაყინვით გათმევდნენ მე ყავდათ ეს ქალბატონები რომლებიც ქუსლებზე და კაი ინგლისურით ფასადს უქმნიდნენ რომ ციხეში რა ხდებოდა და ხალხს უამტვრევდნენ ბეჭებში ეტეხავდნენ ისო არ ენახათ ქალბატონი კალმახელიძე და ვიღაცები რომლებიც უცხოელებს უქმნიდნენ იმით რომ ეხა ამ ხალხის ხელში როგორ შეიძლება გამეცუდი ხდება ეს იყო ერთი ტოტალური სისხლიანი მანქანა რომელიც ანგრევდა ყველაფერს მის გზაზე და ეს არის მარტო ბიზნესი დაწუნებული ყველას ეხებოდა ეს ხდებოდა ხელოვნებაში და სულ ყველგან ეს იყო აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხალხი და იმედი იყო ბოლო აქვეა ჯებირი აბსოლუტურ ძალაუფლებამდე ამიტომაც იხდიდა თავიდან იხდიდა რკინიგზაზე უცებ რკინიგზა არ გამოვიდა მე უბრალოდ მოვიდა და წაიღო გასაგებია ბატონო ირაკლი ასეთი ამ დღეს ყოველ შემთხვევაში ბოლო კითხვა მექნებოდა როგორ აფასებთ თქვენ დღეს ამდენ წლის მერე ბადრი პატარკაციშვილის 8 წელს პოლიტიკურ ბრძოლაში იმიტომ რომ ვინც ვიყავით ვარდების რევოლუციის დღიდანვე და ასეთებს მივეკუთვნები მე პირადად უიმედობაში რომ გიჟი მოევლინა ხელისუფლებაში სახელმწიფოს და ჩვენ სამშობლოს ძალიან მძიმე წლები გავიარეთ უიმედობის. ზოგს ჯეროდა და საფუძვლიანათაც იმიტომ რომ მაშინ იყო ეს მოლოდინი რომ განვითარებას ჩაეყრებოდა საფუძველი. მერე კიდევ უფრო რამდენადაც მეტად ჯეროდათ ადამიანებს მით მეტად დიდი იყო შემდეგ იმედგაცრუება. და ყველას გვინდოდა რომ რაღაცნაირად პატარა კენჭი დაგვედო იმ დიდ ბრძოლაში რაც სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოვიდა პოლიტიკურ არენაზე ეს ბრძოლა იყო რეალურად თავგანწირული მაგრამ უშედეგო აი ამ ბრძოლაში დღეს თქვენ როგორ აფასებთ ბადრი პატარკაციშვილის როლს იმიტომ რომ მე პირადად არ ვიცნობდი მას მაგრამ როგორც აი ტელევიზიიდან მაყურებელი იმ შემთხვევაში საფრანგეთიდან მუდმივად მახსოვს და მე მახსოვრება ის გაბედულება, ის მიზანმიმართულება, ის პრინციპულობა, რომელსაც ის იჩენდა. იმისთვის რომ ჩვენ იმედში ყოფილიყავით, აი როგორც მან თქვა რომ იმედი არ იყიდება, რომ როდესღაც ეს უბედურება და ნგრევა დამთავრდება. რომ ეს იმედი მაშინ თუნდაც იოტისოდენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ აფასებთ მის როლს, იმიტომ რომ თქვენ პირადად იცნობდით, გენდობოდათ, იბრძოდით მასთან ერთად. მე ვერ ვიქნები ობიექტური შემფასებელი და ძალიან მიყვარს ბადრი, ჩემ ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და უზარმაზარი დანაკარგი იყო. ჩემთვის როცა ბადრი გადაეცვალა, ამიტომ ჩემს თული იქნება, რომ ბადრი იყო, რა თქმა უნდა, ურთულესი პიროვნება, იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე. და ყოველთვის უნდა და ამ ქვეყნის კაი. ამიტომ რაღაც ამბობს ჩვენ რომ ინვესტიციებს ვაკეთებდი და ყველაფერი ის ამ ინვესტიციებს ყოველთვის უკუდებდა საქართველოს უნდა იყოს კაი და ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით
ჩვენც იყო მთავარი რომ რაღაც ეკონომიკური რაღაცა დაგვა ეკონომიკური მოგება გვენახა და ასე შემდეგ და ამიტომ ბადეს ყოველთვის ქონდა ეს კონფლიქტი შიგნით ჩემთვის იმედი იყო პრობლემა მე ბადეს გაჩვევიყავ იმიტომ რომ მე მაინტერესებდა ბიზნესი და მე ვხედავდი რომ ეს კომპანია მე ამაში ყველაფერში ხელს მიშლის და ამიტომ ბადეს სულ ვეუნებოდი მე სულ ყავდი რომ ან პოლიტიკაში უნდა იყო ან უნდა იყო ბიზნესში იმიტომ პოლიტიკა ეხაც გონია მე ეხაც დაწუნებულია მე ხელს მიშლის იმედი იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს იმედი უზარმაზო პატივს მისწავს და ძალიან ბედნიერი ვარ რაღაც ამბავში რომ იმეთთან დაკავშირებული მე პრობლემას მიჩენს იმედი დანარჩენ საქმიანობაში ამიტომ ბადრის ეს ბუდმივად ქონდა და რაღაც ამბავში როცა მივიდა როცა და ესე იხრებოდა აქეთ-იქით მაგალითად ისო რესტორანში შეხვდა მოხდა და იმის მე რამდენიმე თვე იურისტები ყავდა აყვანილი ჩვენ მხარეს და იმ მხარეს და ეს გაცვლაზე მიდიოდა ლაპარაკი ნიშნავს რომ ბადრი სერიოზულად უყურებდა რაღაც დონემდე მაინც ამას სერიოზულად უყურებდა მაგრამ ბოლო ფუნდამენტალურად თქვა რომ იცი რა აი ეს ყველაფერი ბორჯომი ამ ხე უზარმაზარი ღირებულის მატარებელი იყო მე ჩვენ ბადეს ოჯახს დაუბრუნეთ მილიარდობით დოლარი სასამართლოების უკვე მე ამ ყველაფერს მარტო აქტივების გარდა 2.5 მილიარდი დოლარი დაუბრუნეთ ბადეს ოჯახს ან ეს და ბადეს მე ბევრად მეტი ქონდა კიდე აწმუნებო ჩვენ ბევრი დავკარგეთ გზაში იმიტომ რომ ვერ მოვახერხეთ დაბრუნება ამიტომ ეს ყველაფერი რაღაც ამბავში გადადო და ამ იმედის გამო მე მგონია რომ იმედს გადაყვა ეს იყო ბადრის აი აქვეა გადაწყვეტილება რომელიც მან მიიღო როცა თქვა რომ მე აქვეა იმედი არ იყიდება მე მაშინ საქართველოს ვერ ჩამოვედი ხალხს თვალშივე შევხედე ან ის კინიგზა რა თმინდა ან ეს რა თმინდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო მე მგონია ამ გადაწყვეტილებიდან 6 თვეში მკვდარი იყო ფაქტიურად იმიტომ ეს გადაწყვეტილება იყო იმდენად მიუღებელი ამ მანქანისთვის რომელიც ამ ქვეყანას მართავდა რომ ფაქტიურად მიიყვანეს ის იქამდე რომ გარდაიცვალა მე არ მგონია ბადი მოკლეს რაღაც მაგრამ ნუ ფაქტიურად მიიყვანეს იქამდე რომ მოკვდა თავი მოიკლა იმ ამბავში რომ აჭამდა ასვამდა აგველაპარაკებოდა და აქვეა ეკიმთან არ დადიოდა გასაგებია კი ჩვენ პატივს მივაგებთ მას მის ოჯახს იმიტომ რომ როდესაც წინა პლანზე იბრძვის ოჯახის ერთი წევრი და ამხელა მანქანას ეტაკება უსამართლობის და ბოროტების რა თქმა უნდა ოჯახის წევრებიც არიან მსხვერპლი ისევე როგორც თქვენი ოჯახის წევრები დეიდაშვილი დააპატიმრეს ბავშვებს დასდევდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველას თქვენ დიდი მადლობა ამ ბრძოლისთვის და იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ სანამ კომისია თავისუფლებამოსილებას ამოწურავს თანამშრომლობას ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ახლა შემიძლია გითხრათ თქვენი მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით მეორე დღეს თქვენ მიერ მიცემული საგაზეთო ინტერვიუს ასლი თუ ამას მოგვაწვდით ასევე ჰოლანდიაში გაგზავნილი წერილი უკვე ახლა როდესაც მასში ხელისუფლებაში მყოფი მავნებლები და ახლა ხელისუფლებასთან მებრძოლები კვლავ ცდილობენ იმედის დახურვას დღეს ეს დღეს ხდება იმიტომ რომ დღეს მათი საქმიანობა ჩვენი კვლევის თემა ასევე და ეს სხვებს შორის წარსული დააწმყო უნდა გახდეს საფუძველი იმისა რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ სათანადოდ დავიცვათ პარლამენტმა ჩვენი სარჩელი და მომავალში მათ აღარ ქონდეთ საშუალება მართონ ეს ქვეყანა. ამიტომ ამ წერილსაც და დოკუმენტებსაც უკვე ამჟამად რას საქმიანობენ იმედის წინააღმდეგ თუ გაგვიზიარებთ ეს ძალიან გამოგვადგებოდა. დიდი მადლობა წინასწარ, მადლობა მობრძანებისთვის, ვფიქრობ რომ თქვენი დამსახურების ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია სასარგებლო სხდომა გამოგვივიდა და იმ საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ, რომელსაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენს ქვეყანაში ეწევით. ძალიან მადლობა. დიდი მადლობა. სხდომას დახურულად ვაცხადებ, გთხოვთ გამორთულებას.